საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების გამართვამდე ერთი დღით ადრე განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ 4 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნები ოპოზიციის წარმომადგენელთა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ კაცრი პოლიტიკური რეპრესიების ფონზე ტარდება. ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს საპატიმროში მყოფ პოლიტიკოსებსა და აქტივისტებზე. მათი თქმით, ოპოზიციის ლიდერები ციხეში არიან, განსხვავებული აზრის გამოხატვა კი ფაქტობრივად კრიმინალიზებულია. როდესაც ოპოზიციის ლიდერები ციხეში სხედან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები თავდასხმის ობიექტები არიან, საქართველოს ხელისუფლება საარჩევნო კამპანიას ატარებს იმ პირობებში, სადაც ადამიანების გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებები ითელება. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას ადამიანის უფლებათა კუთხით აღებული ვალდებულებები და შეწყვიტოს პოლიციის საშუალებით ძალის უკანონო გამოყენება, თვითნებური დაკავებები და მომიტინგეების წამება ან მათ და მის სხვა სახის არასათანადო მოპყრობა. ამგვარმა დარღვევებმა ქვეყანა ადამიანის უფლებების მხრივ ღრმა კრიზისში შეიყვანა 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.